ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება რა ზიანს მოგვიტანს? მე ვფიქრობ, რომ არ შეაჩერებენ. ქართული ხალხის სურვილს გაითვალისწინებენ. დემოკრატიულობაში უნდა მივბაძოთ თავრობის გასაგონად ვამბობ. ევროკავშირს უნდა მივბაძოთ დემოკრატიულობაში. უნდა მივბაძოთ, ხო. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რაც დაგვიწესეს. ეს ოპოზიცია ძალიან უსუსურია რა. ხალხს უნდა მოусმინოს. მომავალი ზიანდება ის პაციენტები, ვინც საზღვარგარეთ კურნალობენ, აქ მარტო მოგზაურობაზე და დროის გატარებაზე არ არის საუბარი. ზიანდებიან ის ადამიანები, ვინც საჭიროების გამო მიდის საზღვარგარეთ და არა მხოლოდ დასვენების. უამრავი ადამიანი მკურნალობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მაგალითად. კი, მკურნალობა არის უპირველესი, რაც აისახება ცუდად ალბათ ჩვენს მოქალაქეებზე და პირადად ჩემი ახლობლებიც ყოფილან, ვინც წასულა და უმკურნალია. შესაბამისად ძალიან ცუდი იქნება თუ შეჩერდა უკეთესი იმედი გქონდეს, მაგრამ უარესისთვის მოვემზადოთ. თქვენ ახალგაზრდა ხართ, ასევე განათლების პროექტები და ამ კუთხით გაძვირდება, გართულდება ყველაფერი. კი ბატონო, განათლებაზე აღარ საუბრობ, მაინც პირველი პრიორიტეტი არის ალბათ უფრო ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, მერე არის რომ ძალიან ბევრი სტუდენტი დაზიანდება, რადგან ძალიან ბევრი გასვლითი პროექტი არის, ერთი გერმანიამ როგორც ვთქვი შეაჩერა უკვე. ჩადის ნაციონალური მოძრაობა და ეხვეწება, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუწყიტოს ქართულ ხალხს. და ნაციონალურ მოძრაობას ასეთი გავლენა აქვს, რომ ბრიუსელში შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს. ცდილობს, მაგრამ ვერ მიაღწევს მაგინას. ბევრი ღებულობს იქ განათლებას. შეიძლება უმაღლეს არ ამთავრებს, მაგრამ რაღაცას ამთავრებს, რომელიც თქვათ მის სპეციალობასთან ხო შვილი მყავს დიდი და წასვლა უნდა იმასაც. საფრანგეთში უნდა წასვლა, გერმანიაში უნდა წასვლა ახლა და ისე უფრო ძნელია, ხო? რატომ შეიძლება დაკარგოს თქვენმა შვილმა ეს შესაძლებლობა? რა ფაქტორები იწვევს ამას? მე ვფიქრობ, მაინც არ შევასრულეთ რაღაც პირობები ევროპაში მისაღებად და ეგ რომ არ შევასრულეთ, ეს უკვე ჩვენი მთავრობაა მასშტაბში. გამოსავალს რაში ხედავთ? გამოსავალს მთავრობის შეცვლაში ვხედავ. მე ადრე ხშირად დავდიოდი, როცა ეხლა საპენსიო ასაკი ხდა. ამ სიარულის დროს ვხედავდი, როგორ ცხოვრობენ. მე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, საფრანგეთში, ამერიკაში, ბევრში ევროპის ქვეყნებში. თავარი მაინც ეს არის, რომ თვალსაჩინო გიფართოვდება, ჰორიზონტი გიფართოვდება. მე მიღალატა ივანიშვილი, კი არ უღალატა ივანიშვილი. ხმამიეცი? ჯეროდათ მისი? დიგ, ძალიან ჯეროდა. ძალიან ჯეროდა. ისე გული დამწყდა მართლა რა. აი ძალიან აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ერთი მთავრობა არ მოსულა ერთ წელიწადში, რომ უკვე ვიცოდი, რომ არ ვარგოდა. დიდი ზიანის მომტანი იქნება ნამდვილად ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა და რაღაც ერთი ადამიანის ინტერესებს ნამდვილად არ უნდა გადაყვეს. თქვენ არ გემახსოვრებათ ძალიან რთული იყო საელჩოში ვიზის მიღება, პროცედურები ძალიან ხანგრძლივი, ძვირი იყო. მოკლედ დროსაც ვერ დაზოგავდი ფულსაც. აი ამ ყველაფრის რეალობის დაბრუნება. ეგ დისკომფორტიც რა თქმა უნდა თან დაბრუნდება და ანუ მინიმუმ ეგ დისკომფორტიც რო იყოს მაინც არ უნდა გადაყვეს რა თქმა უნდა ერთი ადამიანის და ერთი კლანის ინტერესებს ამდენი ადამიანის ინტერესი, კეთილდღეობა და კომფორტი, თუნდაც კომფორტი. ეკონომიკურადაც ზიანის მომტანი იქნება რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი მოსახლეობის მუშაობს იქ. ასევე არის ხალხი, ვისაც სახლობლები ყავს და მუშაობ წასული ან სასწავლებლად, რომელსაც ბევრად გაურთულდებათ მათი მონახულება და ეგ პრობლემაც რა თქმა უნდა იქნება. ძალიან დიდი ნაწილი მკურნალობს დასავლეთში, მათ შორის მთავრობის მხარდამჭერებიც და მათთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ეს რა თქმა უნდა. მანიპულაციურად იყენებენ ეროვნულობის საკითხს რაღაცა თითქოს აი ეროვნულობას გვართმევს ევროკავშირი და ამითების ბევრს შედა თქვენს გარშემო? ჩემს გარშემო არც ისე, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არც ისე ცოტა არ ვისაც ჭერა. უმრავლესობა არ არის ასიხარულოდ, მაგრამ არც ისე მცირე ნაწილი არის სამწუხაროდ. რატომ იჯერებენ თქვენი აზრით ამ მითებს ადამიანებს? ნუ ინფორმაციული ვაკუუმი არის რაღაც უჭირთ
2 ან რაღაც 3 სამთავრობო მედიის გარდა მით უმეტეს რეგიონებში ცნობა ნაკლებად აქვს კრიტიკულ და ოპოზიციურ მედიებზე. არ დავდივარ ევროპაში, მაგრამ ჩემი ახლობლები ხო დადიან. ჩემი ნათესავების მოსანახულებლად და ზოგს ბიზნესი აქვს, ზოგს სამუშაო და სხვა. ძალიან ცუდი იქნება თუ დაიკარგება და ამაზე გაგვწირავს ევროპა. არ უნდა გაწიროს. არც ქვეყანა, არც ხალხი. ამას ხომ საფუძველი აქვს. არც ისეთი საფუძვლიანი საფუძველი აქვს. ფიქრობთ რომ არ არის საფუძველი ის ნაბიჯები რომელსაც ხელისუფლება დგას? არა. მთელი ევროპა ჩვენ გვებრძვის. ხო, რატო? რატო გვებრძვის? აი რას გულისხმობთ ბრძოლაში? მე ხლა პოლიტიკურად არ მინდა არც ვარ პოლიტიკურად შემფასებელი ყველაფრის. ევროპა გვებრძვის რომ ამბობთ, იცით ევროკავშირის აფინანსებული პროექტები საქართველოში, მათ შორის ეკლესია მონასტრების აღდგენა. კი, ხო, მაგრამ მე ხო ფასადი ეგ არის, მაგრამ უკან არის რომ ვიყოთ მისი მონად ჩემ ქრისტიანობას კბილებით დავიცავ. არავინ არ გვართმევს ქრისტიანობას, მით უმეტეს იცით ვინ გვართმევს ქრისტიანობას? აი რუსები, რომლებაც გადაღებეს ჩვენი ეკლესიები, თეთრად გადაღებეს. ეგ ხო ძველი ისტორია. და ახლა რასაკეთებენ გალში, სოხუმში? ეს ხო ძველი ისტორია, დღეს გუჩინ დაიწყო. ახლა ხო ოკუპირებულია აფხაზეთი, ოსეთი. ეკლესია მონასტრები გადაღებეს. ჩვენი ისტორიული ფრესკები გადაღებეს და ერთმორწმუნეა ეს რუსეთი? თქვენ რატომ არ აპროტესტებთ თქვენ? ანუ ჩვენი რა არის რომ რუსეთთან ვიყოთ? არა, რუსეთი რატო ავიჩემეთ კაცო? აქ არის აზია. საქართველოს როგორ წარმოგიდგენიათ? ჩინეთი პატრონობს უკვე. ხელს ვეღარავინ ამ ხელა მონსტრია თუ რაც არის დაგვიდგა გვერდზე. ესე ადვილად ვეღარ ჩაგძირა. ქრისტიანობის შენარჩუნება რომ თქვენი მთავარი პრიორიტეტია, ამას ჩინეთი შეგინარჩუნებთ? ქრისტიანობას ის არაფერს არ უზომს. და არც ერთ ევროპა გვართმევს ქრისტიანობას, ჩინეთი გვინარჩუნებს. ო, აი ლიბერალური კანონების მიღებით. კი ბატონო. მე აფხაზეთიდან ვარ, ჩემთვის პირადად ევროკავშირი არის გარანტი, რომ ტერიტორიებს არ წაგვართმევს რუსეთი. ეს არის პირველი გარანტი და დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია, ხო? ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ დანარჩენი. ვიყოთ დაცულები და მე მგონია რომ ის რასაც უკანონობას ჩადის მთავრობა, ვერც ერთი მთავრობა მაგას ვერ გააკეთებს. ყოველთვის ჩემი შვილის სტოლებით განან და აქციებით ცხოვრობენ. ამ დროს ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ, მე მგონი თავისი ცხოვრებით, უნდა იყოს დაღები, უნდა იმოგზაურონ, რა თქმა უნდა. მეც გამოვიარე მხედრიონი, აფხაზეთიდან ვარ. ჩვენ დავკარგეთ წარსული, დავკარგეთ მომავალი და აწმყო საერთოდ არ აგვაქვს. დღევანდელი დღით ჩვენ ვერ ცხოვრობთ. ყოველთვის აი ჩვენი წარსული ესეთი იყო და ჩვენი მომავალი ესეთი უნდა იყოს, მაგრამ სადა ჩვენი აწმყო? დღეს მინდა მე ცხოვრება, ხო? მინდა გამოვიარო ის ბედნიერება, რასაც ნიშნავს იყო სტუდენტის დედა, იყო კარგი მომავალის მოლოდინში და ეს იყო რეალური. რამოდენიმე ხნით ადრე ეს იყო რეალური. ეხა იმდენად იმედგაცრუება გვაქვს, იმდენად იმედგაცრუება რომ არ ვიცი. საბჭოთა კავშირელი ვარ და ძლივს მეღირს არა ევროპის ცივილიზებული ქვეყანა მენახავ. საბჭოთა კავშირის ქვეყნები ნახევარ და ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა ზიანს მოიტანს. რა თქმა უნდა არა მარტო ჩემთვის ეხა სამოგზაუროდ და ერთხელ წასვლის გამო კი არა. ყველანაირად ზიანს მოიტანს, მგონია რომ პროდუქცია გაძვირდება, უფრო მთავრობის წარმომადგენლების შესვლა უნდა შეიზღუდოს ვიდრე მთლიანად საქართველოსი. ჩემს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომელსაც მარც არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრი იყო. მარც არ აქვს გაცნობიერებული. გქონდათ მოლოდინი, რომ ევროპასთან დაგვაახლოვებდა ბიძინა ივანიშვილი? არ მქონია, ნამდვილად არ მქონია. კარგად ჩანდებოდეთ.